ციხეებში არაადამიანური მოპყრობის ცნობილი კადრების გავრცელებიდან ერთი წლის თავზე საქართველოში ფართო მასშტაბიანი კვლევა იწყება. მისი მიზანია ქართულ ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზეზების შესწავლა. კვლევის პროცესში გამოიკითხება 1200 მსჯავრდებული, რომელთა შორის 600 ყოფილი პატიმარია. შედეგები 2014 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. ის რომ წამება აღარ არის ერთ დღეში დამთავრდა, მაგრამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამდენი ნაწამები პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მათი გამოყვანა შოკური მდგომარეობა და რომელშიც დასტრესული და რომელშიც დღემდე იმყოფება ძალიან ბევრი მათგანი, ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა. ჩვენი პროექტის მიზანია ციხეებში პრევენცია წამების და არასათანადო მოპყრობის. ყველას მოგეხსენებათ იმ სამწუხარო ფაქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ციხეებში, რომლის თაობაზეც ფირების მეშვეობით მთელმა მსოფლიომ შეიტყო. ამიტომ ჩვენი პროექტის მიზანია ადამიანები, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან, მაქსიმალურად დაცული იყვნენ მსგავსი ხასიათის ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისაგან. კვლევის მიზანია, როგორც აღწეროს ის პრაქტიკა, რომელიც იყო, ასევე კონკრეტული რეკომენდაციები განახორციელოს გაკეთებასთან დაკავშირებით, რომ აღარ მოხდეს იგივე გამოება. სამართლის მართლმსაჯულება მართლაც გაჯანსაღდეს და ჯანსაღი ფორმები გამოიყენებოდეს მართლმსაჯულების პროცესში. საჭირო არის, რომ ეს სამწუხარო და ძალიან ცუდი გამოცდილება, რომელიც ქვეყანას აქვს, სწორად იქნას გააზრებული და შესაბამისად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ იგივე არ განმეორდეს.